რაღაცა საქმე მაქვს შენთან და ითქმის რომ ვიღაც? ეხლა გითხრა? ხო. არავინ აქ? ბატონი მურმანი და კიდევ რამოდენიმე თანამშრომელი. ბატონი მურმანი? დიახ. თუ შეწუხები დაუძახე რა. კოტე იყო ბაზარზე. აბა კოტე. გელოვანი. ახლა მაგან იგრძნო ფულის სუნი და მოიძურწა, ხო? მოკლედ კოტე თვლის რომ მიმინოში წილი ეკუთვნეს. ეს საქმე რომ დავიწყეთ. ხო ყავით სამნი, მე შენ და დიმიტრი. ფორმებია. ბიჭებისთვის შევაკერი. საიდა. ბაზაზე ვიყავი და დაცვა არ შემიშვა. ხო, მე დაუბარე და მაგით. შენ დაუბარე, არა? ხო, კოტე, მე დაუბარე. რა ხდება? გაუქმებულია თქვენი შემოსვლა ბაზაზეო. რატომ ბო? ირაკლი დააშანტაჟა და გუნდის საკონტროლო პაკეტი გადაიფორმა რა. მეც ჩემს ფინანსისტად დაბარაგე. აქტიურად გავკვოტრდით. ამას ჩიქ. სანამ თქვენი ბაზის ამბავი გაირკვევა, თამამად შეგიძლიათ ჩვენ ბაზაზე ივარჯიშოთ, თუ გინდათ ითამაშეთ კიდევაც. უპატივცემულობა სათავე არ გაპატიებს მაგრამ. საქმე მაგითო გადმოხვედი რომ აი ეს ამისთვის და თუ გინდა ფეხბურთელობა, მოიქეცი ის როგორც ფეხბურთელები იქცევია. იურა ჯიმა მომისმინე. მე ერთი ბეწო წენა არ ჩამიდია გულში. ახელეს მიბრახუნე ბიჭო შენ. ყველაფერი ხომ არ უნდა ვიკადროთ. ეს ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დაფარული. ამ საქმეში სერიოზული ხალხი დგას უკან და ბოლო სიტყვა მაგაცი. მე აქო ნახევარი გვირგვინისთვის არ მივლი ამდენი გზაო. ერთი დღე მაინც არ შეგიძლია რომ ძმები ვიყოთ? ოხარსულს გიცნობ შენ და რამასაც. რა ხდება შენსაც? რა ხდება ბიჭო, ზაზა სამაშია. ზაზა. სახიობი კაცი. არტისტი, ხელოვანი. ფეხბურთი რანაირად არ გიყვარს? მარკო ტარდელი ხო გახსოვს? ტარდელი კი არა, მამა ჩემი სახელი აღარ მახსოვს. თვრალი ხარ? ბიჭო, ეს გოგო გუნია. ახალი ექიმია, ჩვენი ჩაჩოს ასისტენტი. იცით რა უცბად მოვა ის დრო. როცა მოგენატმება რომ? ეტაი 5 წუთით გამიყვანა ახლა მინდორზე და დააბძღუნე ყველაფერს, მაგრამ არ იქნება, გვიან იქნება. შეიძლება რაღაცა მომენტი დაიჭიროთ, რომ ბურთი თავზე გადაუგდოთ რა. ისმე. შენ ხო თქვი ცოტა ხნისი რომ მაყუთი იქნებაო. პირველად გვეღირსა ბიჭო ევროპაზე გასვლა. და ახლა დაიწყო მაინდა-მაინც ეს არეულობა და უბედურება რა. ისიც გაითვალისწინეთ რომ მე არ მიყვარს თული საუბარი. ან მომცემთ რაც მეკუთვნის. ან ჩემით მივიღებ.